ყველაფერს თავისი ზომა-წონა აქვს, ესე იგი. უზომო არაფერი არ ვარგა. არც ლაპარაკი და არც დუმილი. წმინდა არსენი დიდი ამბობს, რომ ესე იგი მრავალჯერ ჩავარდნილ ვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, მაგრამ დუმილის გამო არასოდეს. ეს თავისი პირადი გამოცდილებაა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი დუმილის გამოც ჩავარდეს სინანულში. იმიტომ რომ არ თქვა თავის დროზე ის, რაც მის მიერ იყო სათქმელი. და ეს ყველაფერი შეაჯერა და თქვა, რომ ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმას და ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ეს ყველასთვის ცნობილი სიტყვებია. ანთიმოზივერიელი ასე ამბობს, წმინდა ანთიმოზივერიელი, რომ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობს, ესე იგი, სულ სამწინადადებას ამბობს. და საერთოდ თქვენ თუ დააკვირდებით წმინდა მამათა ნაწერებს რო ვკითხულობთ, ძალიან მოკლე წინადადებაში ძალიან ღრმა აზრი დევს ხოლმე. აი ჩვენ შეიძლება 1 საათი ვილაპარაკოთ რაღაც, მაგრამ ერთმა წინადადებამ გადაწონოს ხოლმე ეს ყველაფერი. ის ამბობს, რომ და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ეს მისი სიტყვები. უფალო მომეცი ძალა ვიბრძოლო იქ, სადაც რაღაცის შეცვლა შემიძლია. უფალო მომეცი მოთმინება, რომ მოვითმინო იქ და გავჩერდა იქ, სადაც არაფრის შეცვლა არ შემიძლია. და ბოლოს ამბობს, უფალო მომეცი გონიერება, რომ გავარჩიო, სად ვიბრძოლო და სად მოვითმინო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სადღაც უნდა იბრძოლო და იქ ძალა გჭირდება ღვთისგან და იქ შენი საბრძოლია და უნდა გააკეთო რაღაცა, იქ გაჩერება არ შეიძლება. იქ ჩუმად ყოფნა არ შეიძლება. იქ უნდა თქვა, იქ უნდა გააკეთო, იქ შენი წილის საბრძოლი შენ უნდა იბრძოლო. სადღაც არის, რომ არ არის შენი საბრძოლი და შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. ამიტომ იქ უნდა გაჩერდე. და იქ სიტყვის წარმოთქმა უფრო გააფუჭებს საქმეს, ვიდრე გააკეთებს. ამიტომ იქ უნდა გაჩერდე და მოითმინო და ამ მოთმინებასაც ძალა ჭირდება და ამასაც ღვთისგან გამოითხოვს ეს წმინდა მამა. და აი სად იბრძოლო და სად გაარჩიო, ეს თუ სად გაჩერდე მოითმინო, ეს თუ არ იცი და ეს ვერ გაარჩიე. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, აი სულიერ ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი სათნოება არის განსჯის უნარი. განსჯის უნარი, რომ გაარჩიო, სად იბრძოლო და სად მოითმინო. და აი ეს სამივე თუ არის, მაშინ ყველაფერი არის კარგად და ამ სამიდან თუ რომელიმე არ არის, მაშინ საქმე არ გამოდის. ახლა დავუშვათ ბრძოლის ძალაც გაქვს, მოთმინებისაც, მაგრამ არ იცი სად იბრძოლო და სად მოითმინო. დავუშვათ იცი სად იბრძოლო და სად მოითმინო, მაგრამ არა გაქვს არც ბრძოლის ძალა და არც მოთმენისა. აქაც არ გამოდის. და ჩვენი გონიერება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ განსჯის უნარიც, ბრძოლის ძალაც და მოთმინების უნარიც ღვთისგან გამოითხოვოს ადამიანმა და არ იყოს საკუთარ ძალებზე დაყრდნობილი. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ აი ქვიშის საათმა გაგვახსენა, რომ ყველაფერს თავისი ზომა და წონა ჭირდება. აღდგომის შემდეგ, ესე იგი, არიან ადამიანები ჩვენთან, ვინც ახალი მოსული არიან ტაძარში. შეიძლება ყველანი ახალი მოსულები ვართ, ახლა რამდენიმე წელიც შეიძლება ახალ მოსულს ნიშნავდეს საბოლოო ჯამში, მაგრამ ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება ძალიან ელემენტარულია ერთი შეხედვით, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ამაზე საუბარი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. როდესაც ადამიანი რწმენის ცხოვრებას იწყებს, ის რა თქმა უნდა თავისი სულისთვისაც
იღწვის რომ რაღაც გააკეთოს და ამავე დროს ის უკვე მოვალეა პირდაპირ თუ ირიბად რომ სარგებელი მოუტანოს სხვებსაც. სხვებისთვის ილოცოს, სხვებისთვის მაგალითი იყოს. ოღონდ ეს მიზანი კი არ არის რომ სხვებისთვის დაუშვათ სხვებს ვაჩვენოთ ჩვენი ქრისტიანობა. მიზანი ის არის რომ შენ ღმერთი იპოვა და ღმერთთან სწორი ურთიერთობით ესე იგი სული გადაირჩინო და ამ ყველაფერს ბუნებრივად მოყვება შედეგად ის რომ სხვები ამას ხედავენ და თუ სწორად მიმდინარეობს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება აუცილებლად სხვებით სარგებას მიიღებენ ამისგან. და ერთ-ერთი რაც გასათვალისწინებელი არის ის რომ როდესაც ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებას ვიწყებთ, აი მე მაგალითად მქონდა ეს რომ აი მინდოდა რომ მე სხვებისთვისაც მეთქვა, რაღაცა მომეყოლა, რაღაცა მომეწოდებინა თუ რაღაცა ჩვევია ეს ახალმოსულ ადამიანს, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ჩვენი მორწმუნეობა, ჩვენი შთაბეჭდილებები უზომოდ არ უნდა მივაწოდოთ ვინმეს და თავზე არ უნდა მოვახვიოთ, როგორც იტყვიან. იმიტომ რომ ხდება ზოგჯერ ასე, რომ ახალმოსული ადამიანი სახლში მიდის და სხვებს უკვე სწავლების ტონით უწყებს საუბარს, რომ აი, უკეთეს შემთხვევაში სწავლების ტონით და უარეს შემთხვევაში საყვედურის ტონით, რომ შენ ამას რატო არ აკეთებ, ეს ასე უნდა იყოს, ეს ისე უნდა იყოს. ეს ემართება ახალმოსულ ადამიანს. მოდი ესე ვთქვათ, არც თუ იშვიათ შემთხვევაში. ხშირად ხდება. ამიტომ ეს კი არ უნდა გააკეთოს, აი ჩვენთვის მაგალითს რა წარმოადგენს. მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც მაცხოვარი ესაუბრება სამარიტელ დედაკაცს. იქ არის ივანეს სახარების მეოთხე თავში არის აღწერილი. სამარიტელ დედაკაცს ესაუბრება. ეს სამარიტელები იყვნენ ნახევრად წარმართები, მაგრამ ნახევრად მოსეს ხუთწიგნეულსაც იზიარებდნენ და რაღაცა ნაზავი რელიგიური წარმოდგენები ჰქონდათ, ესე რომ ვთქვათ და ებრაელებს ურთიერთობა არ ჰქონდათ მათთან. და იმიტომაც თუ დააკვირდებით მოციქულებს უკვირს რომ როგორ სამარიტელ დედაკაცთან საუბრობს მაცხოვარი თავის მოძღვარზე იესო ქრისტე და აი ამ სამარიტელ დედაკაცს როდესაც ეუბნება რომ ესე იგი მომეციო წყალი დამალევინეო და ისე ეუბნება რომ როგორ ებრაელები არ ეხებიანო სამარიტელებსო და როგორ მეუბნევიო წყალი დამალევინეო და მაცხოვარი ეუბნება შენ რო იცოდე ვინ გთხოვს წყალსო შენ თავად სთხოვდი მას წყალს და ისიც მოგცემდაო ამ წყალს რომელიც აღარასოდეს აღარ მოგწურდებოდაო და როგორ შენ არც ჭურჭელი არ გაქვს არც როგორ უნდა დამალევინო წყალიო და აი მაცხოვარი უკვე იწყებს იმას რომ მას მართლა წყალი დაალევინოს ამ წყალში თავისთავად ცხადი არის გულისხმობა ეს ხორციელი წყალი არამედ იგულისხმება რწმენა და ეუბნება რომ წადიო და შენ ქმარს დაუძახე და მოიყვანე არა მყავსო ქმარიო ეს დედაკაცი ეუბნება მაცხოვარი ეტყვის რომ მართალი ხარო რომ ამბობ არა მყავს ქმარიო რადგანო 5 ქმარი ყავდაო და ეხლა ვინც ყავსო ისიც არ არის შენი ქმარი და ეს დედაკაცი მიხვდება რომ რაღაცა სულიერ სფეროს შეეხო ეს ადამიანი ვისაც ელაპარაკება და მიხვდა რომ წინასწარმეტყველიაო და მე უკვე სულიერ საკითხებზე გადადის ეს ქალბატონი იმდენად გონიერია რომ ნახეთ აი ხო აღმოაჩინა რაღაც ისეთი რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია რომ უთხრას და რა იცი ახლა პირველად ნახა და 5 ქმარი ყავდა და ახლა ვისთანაც ცხოვრობს ისიც რო ქმარი არ არის რა უნდა იცოდეს ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა ხო თუ ესე შეხედავს ამიტომ აღმოაჩინა რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი და რადგან ეს აღმოაჩინა და კეთილგონიერება გააჩნია ამ ქალს უკვე სულიერზე დაიწყო ლაპარაკი არა იმაზე რომ ხორციელად ხვალდაზე რა იქნება და როგორ იქნები და არამედ სულიერზე ეკითხება საბოლოო ჯამში დარწმუნდება ეს ქალბატონი რომ იესო ქრისტესთან აქვს საქმე და მიდის თავის ქალაქში მიდის სამარიაში და აი რასაც ეს ეუბნება თავის თანაქალაქელებს აი ეს განწყობა უნდა კონდეს მორწმუნე ადამიანს ოჯახში რომ მიდის ახალი
მოქცეული რომ ოჯახში მიდის და რა იყო ეს განწყობა მთავარი. მიდის და ეუბნება რომ მეო ერთი ადამიანი ვნახევ, არ ეუბნება რომ იესო ქრისტე ვნახევ. ერთი ადამიანი ვნახევ და მანო ჩემს შესახებ ყველაფერი მითხრა და წადით და ნახეთო, ეგ ხო არ არის ქრისტეო. ნახეთ, არჩევანს უტოვებს მათ. წადით და ნახეთ, თვითონ დარწმუნებულია რომ ქრისტეა, მაგრამ არ ეუბნება რომ ქრისტეა. წადით და ნახეთ, ეგ ხო არ არის, ანუ ეგ ხო არ არის ადამიანად მოსული ღმერთი. წადით და თქვენ თვითონვე ნახეთ. გესმით, ეს არის სწორი განწყობა. შენ რომ მიხვალ სახში, ის კი არ უნდა თქვა რომ გინდა თუ არა ასე გააკეთეთ რომ ბედნიერები იყოთ და ქრისტიანულად იცხოვროთ, არა. შენ შეიძლება უთხრა რომ მე აი ასე და ასე რო ცხოვრობ, ძალიან დიდი სიხარული ვნახე. იქ ჩემი გული დამშვიდა, იქ რაღაცა ის სიმძიმე აღარა მაქვს, რაც ახსარებამდე მქონდა. თუ გნებავთ თქვენს მოსინჯეთ. ან თუ არა და შეიძლება თავადვე შეგატყვა რომ შენ იმაზე უკეთხარ და იმაზე უკეთ იქცევი, ვიდრე ადრე იქცეოდი და თვითონვე გაუჩნდეთ ამისი სურვილი, მაგრამ თუ ჩვენ გვიყურებს ადამიანი და მიუხედავად ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა ვერაფერს ვერ გვატყობს რომ ჩვენში შეიცვალა, მაშინ არ მოუნდება რომ მივიდეს ტაძარში. რამდენიც არ უნდა შენ ელაპარაკო და ეს ლაპარაკი კიდევ უფრო აღიზიანებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჩვენს გარშემო მყოფებს, იმიტომ რომ არ უნდათ რომ მოგისმინო. იმიტომ არ უნდათ რომ მოგისმინო, რომ ჩვენ ვერ გვატყობენ იმას რაში უნდა მოგვაწონ და რატო უნდა მოგვისმინო და მართლებიც არის. და ზოგჯერ უთქვამთ რომ ოჯახის წევრებსაც კი უთქვამთ რომ აი გარეთ შეიძლება კარგად ცხოვრობს ადამიანი ეკლესიურად, მაგრამ აი ხა ჩვენ მოვდივართ სამრევლოში და რაღაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ვინ იცის ესეთები ვართ ოჯახშიც. შეიძლება ესეთ, ანუ აი როგორც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ რა აი რა კარგია, როგორ შეიძლება ესეთები არა ვართ ოჯახში. და ჩვენი ნამდვილი სახე, როგორც მინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ამბობს, ჩანს ოჯახში. იმიტომ რომ ოჯახიდან იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება. ამიტომ სულ ერთია ჩვენ როგორები ვართ გარეთ, თავარია ჩვენ როგორი ვართ აი იმ გარემოში, სადაც ვერანაირ ნიღაბს უბრალოდ ვეღარ ატარებ, იმდენად გვიცნობენ ჩვენ ადამიანები. აი თავარია იქ როგორ მიმდინარეობს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და აი ამას უნდა დავაკვირდეთ, ესე იგი. გარეთ ვირას ამბობს ჩვენზე რომ აი ესეთი კარგია, ისეთი კარგია, ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ, ესე იგი. როგორც ამბობდა პატრიარქი გახსოვთ ქადაგებაში, ადამიანს აქვს სამი სახე. ერთი ის, რასაც ხვები ხედავენ რომ არის, აი ასეთია. მეორე ის, როგორიც შენ გგონია საკუთარი თავი და მესამე ის, როგორც შენ ღმერთი გიყურებს, რომ აი ასეთი ხარ. და თუ ჩვენი წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ მიუახლოვდა იმას, თუ როგორ გვიყურებს ღმერთი ჩვენ, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ ნელ-ნელა თამდაბალი ხდებით და ჩვენს თავს რეალურად აღვიქავთ ისეთი როგორი ვართ. მიუხედავად იმისა, სხვა როგორ გვიყურებს, სხვა ასეთი კარგი მგონი ვართ თუ ისეთი ცუდი, ჩვენ თუ ნელ-ნელა უახლოვდებით იმ წარმოდგენას, როგორც ჩვენ ღმერთი გვიყურებს, აი არის სიმდაბლე, ანუ ამპარტავნება და ხიბლი რა არის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს არასწორად აღიქვამს და გონია რომ ახლა რაღაცას წარმოადგენს. მეორე კიდევ რითიც ადამიანი უნდა ეხმარებოდა თავის ოჯახის წევრებს არის მათთვის ლოცვა. აი ტაძარში რომ მოვდივართ, ესე იგი. ეს პრაქტიკული საკითხია, მაგრამ აი დავუშვათ არის სეფისკვერი, რომელსაც ჩვენ შევგზავნით საკურთხეველში, მოსახსენებელთან ერთად ცოცხალთა სახელებს დავწერთ, მიცვალებულთა სახელებს და ოღონდ ეს სახელები, ეს პიროვნებები უნდა იყვნენ მართლმადიდებლები, მონათლულები უნდა იყვნენ და თუ გარდაცვლილია, არ უნდა, ანუ წესი უნდა ჰქონდეს აგებული საეკლესიო წესით. და ღვთისმგმობელი არ უნდა ყოფილიყო დაუშვათ, გინდა ცოცხალი იყოს და ახლა ვიღაცა ცოცხალია და ღმერთს გმობს, ესე იგი, ეგეთის მოხსენება იქ არ შეიძლება. ეგეთი შეიძლება შენს პირად ლოცვაში თქვა, რომ ღმერთო შენ უშველე გონება გაუნათე, მაგრამ ადამიანი, რომელიც შეგნებულად ესე იგი ღმერთს გმობს და მკრეხელობს,
იმის იქ მოხსენება არ შეიძლება. ამიტომ ეგეთი არ უნდა დაწერო მოსახსენებელში და იქ როდესაც ჩვენ მე ვგზავნით აი ამ სეფისკვერსთან ამ სახელებს მღვდელი კვეთავს მათ სახელზე სეფისკვერს და ეს სეფისკვერები ფეშხუმზე ბარძიმი არის რაშიც ქრისტეს სისხლია საბოლოო ჯამში შემდგომ საიდუმლოს აღსრულების შემდგომ და ფეშხუმი არის რაზედაც არის დაბრძანებული ტარიგი ანუ სეფისკვერიდან ამოღებული საგანგებოთ ის ნაწილი რომელიც ზედაც საიდუმლო აღესრულება რომელიც ქრისტეს ხორცად გარდაიქმნება და გარშემო არის ის ნაწილები რომელსაც ჩვენ ცოცხალთა თუ მიცვალებულთა სახელზე ვიღებთ. გარდა ამისა ღვთისმშობლის სახელზეა იქ წმინდანების 9 დასის წმინდანების სახელზეა და საბოლოო ჯამში მე ჩვენ როდესაც ვეზიარებით უკვე არა ამ ყველა ნაწილის ჩაბრძანება ხდება ბარძიმში სადაც არის ქრისტეს უხსნელი სისხლი და ხორცი და იქ მღვდელი ასეთ სიტყვებს ამბობს მიუტევე უფალო ცოდვანი აქა მოხსენიებულთანი პატიოსნითა სისხლითა შენითა მეოხებითა წმინდათა შენთათ ანუ შენი პატიოსანი სისხლით და შენი წმინდანების მეოხებით ანუ შუამდგომლობით და ლოცვით ესე რომ ვთქვათ მიუტევე ამ ადამიანებს შეწოდებები ვინც იქ არიან მოხსენიებული და ასეთი რამ არის სწავლება რომ ესე იგი როგორცო ეს ნაწილებიო სეფისკვერიდან ამოღებული იშგინთებაო ქრისტეს სისხლითო ასევე მათი სულები აღივსებიანო ღვთის მადლით. გახსოვთ აი მიცვალებულთა სადღეგრძელოზე პურს რომ ჩავაწოვთ ხოლმე ღვინოში ხო ყველას მინახია და აქაც დაახლოებით ესეთი განმარტება არის რომ აი შენ გწამს რომ მათ რომ იხსენებ და ნუ იმისი რაღაცით ანალოგია ის არ არის რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია მაგრამ პურს ჩააწოვ ღვინოში და გამოხატავ ამით იმ რწმენას რომ შენი ლოცვით მათ ისინი ღვთის მადლით აღივსებიან და მეორე არის კიდე ასეთი განმარტება რომ ამ შემთხვევაში პური რომელსაც ჩვენ ჩავაწოვთ რომ არის ეს ქრისტე არის ეს იმ ადამიანის სხეული და ის არის მათივე სული და ნუ ეს არის ჩვენი რწმენა რომ ჩვენ წამს რომ გარდაცვლილი ადამიანი აღდგება და მათი სული და სხეული კვლავ ერთად იქნება ანუ ეს ღვინო და პური რომ ერთად არის ისე აი ამ შინაარსის მატარებელი ერთ-ერთი შინაარსი ეს არის რომ აი მიცვალებულთა სახსენებელ შესაძლებლობაზე ამას ჩვენ ვაკეთებთ და აი ესე რომ მორწმუნე ადამიანი მოვალეც კი არის რომ ილოცოს იმიტომ რომ მას ესმის მე არ დამოიწდება სულ ყვები ხოლმე სტუდენტობის დროს ჩვენ სიონში დავდიოდით ხოლმე იქ სტუდენტების სასულიერო აკადემიის ძირშივე არის სიონის ტაძარი და ერთი მოხუცი ქალბატონი იყო და წიროზე როგორც ჩანს შავები ეცა ამ ქალბატონს და როგორც ჩანს დააგვიანდა სეფისკვერის შეგზავნა. ანუ ის პერიოდი იყო უკვე რომ რომელი ქერუბიმთა რომ საგალობელი რო იმის შემდგომ სეფისკვერის კვეთა აღარ ხდება. ასეთი არის წირვის წესი და როგორც ჩანს დააგვიანდა და ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს აი ვაროცდები ტირო და კიდეც აი რამხელა წმენა ჰქონდა რომ აი როგორი ნუგეში იქნებოდა იმ დღეს მისი გარდაცვლილი ადამიანისთვის ეს მოხსენიება და რომ ამის გარეშე დარჩა აი ამის გამო დარდობდა და აი ეს არის ადამიანს როდესაც ჯერა რომ ის ნუგეშია მიცვალებულისთვის ცოცხალთათვის მაშინ გააკეთებს იმიტომ რომ ჩვენი რწმენაც ჩვენ საქმეებში ჩანს და ვლინდება თუმცა სიონში ყოველდღიურად აღესრულება ხოლმე ახლაც წირვები და იმას მეორე დღეს აუცილებლად მოიხსენებდნენ და მაგრამ აი ეს მწუხარება და განცდა რაც ამ ქალბატონს ჰქონდა ღვთის წინაშე ცოტა არ იქნება და ღმერთი აი ამ ცრემლების და აი ამ წუხილის გამოც სიხაროს მიანიჭებს მის გარდაცვლილებს და აი ეს ჩვენი ვალია ერთ-ერთი აი ჩვენ რომ მოვდივართ ტაძარში რაღაცა ამხრივაც მოაწესრიგა კიდე არის ჩვენ როდესაც ტაძარში მოვდივართ ნუ იქ მარჯვენა მხარეს მამაკაცები უნდა დადგნენ მარცხენა მხარეს მანდილოსნები და აქაც არის რაღაცა
მოწესრიგებულობას უკავშირდება ესეც, რომ და ჩვენ ვეცადოთ, ესე იგი, რომ ტაძარში არ მივესალმოთ ერთმანეთს, არ მოვიკითხოთ, როდესაც წირვა დაწყებულია. მანამდეც შეიძლება ეს ყველაფერი მოგზალებით გააკეთო ისე, რომ თქვენ თუ ხედავთ, აი ხატების ძირში არის ამოთვი წმინდანის ტროპარი, ლოცა. როდესაც ადამიანი შემოდის, შეიძლება მოილოცოს ხატები, მათი ტროპარი წაიკითხოს. ხო, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს წირვის დაწყებამდე, სანამ დაიწყება ღვთისმსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ ჩვენ ტაძარში მადლობა ღმერთს უკვე ეს აღარ შემიჩნევია, ესე შეიძლება კიდევაც ხდება, მაგრამ არ ხდება, რომ აი შუა წირვის დროს ვინმე მოინდომოს, რომ ხატები მოილოცოს და ასე შემდეგ და არც უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ შეიძლება გვეჩქარება, სადმე მივდივართ, ამ გვიან მოვედით და მოგვინდა რომ აი ბარემ მოვილოცოთ, რომ მერე დრო არ დავკარგოთ, მაგრამ ამ დროს ხოს ხელი ეშლება იმ ლოცაში. ამიტომაც ამისგანაც თავი უნდა შეიკავოს. ის სანთლის ანთება იქნება, შეიძლება სახარების დროს ვანთებთ სანთელს, მაგრამ არ უნდა ვეცადოთ, რომ იმ დროსვე დაამაგროს შანდალზე ის სანთელი. შეიძლება ცოტა შორს არის შანდალი, სულ რამოდენიმე ნიმეა, ხო, ტაძარში და ყველამ რო ასე იაროს, უკვე ის ლოცვითი მდგომარეობიდან ჩვენ ამოვარდებით. და ლოცვის დროსაც ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ლოცვას ვუსმინოთ, ესე იგი, საგალობელია ლოცვა, სახარება იკითხება თუ რა, შეიძლება ის ძველ ქართულად არის და ჩვენი გონება ბოლომდე ვერ მიყვება, მაგრამ თუ ადამიანი ყურადღებით არის, იმდენს მაინც დაიჭერს, რაც მას სულიერად გამოადგება. და ჩვენ თუ ეცდებით კიდევ რომ სახარება ძველ ქართულად ვიკითხოთ, აი რაც არის წმინდა გიორგი და ექვთიმე ათონელების ნათარგმნი სახარება. ხო არის კიდევ რა ის სტოკჰოლმის სახარებები, რომ ახალი აღთქმა და ფსალმუნები რო აწერია ხოლმე, თანამედროვე ქართულით რომ ის მეტად ღარიბი ენაა, ვიდრე ის ათონელების ნათარგმნი. ის ხანაირად სულიერი ენაა და მე კიდევ რა აქვს ამას კარგი. ჩვენ რო იქიდან ვკითხულობთ, ის ძველი ქართული უფრო ზუსტად ამბობს სათქმეს. ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვერ ვიგებთ, მაგრამ იყო დრო რომ მეც ვერ ვიგებთ. მაგრამ მე ნელ-ნელა რამდენიმეჯერ რო კითხულობ და ყოველდღე რო კითხულობ, ის სიტყვებიც ნელ-ნელა ჯდება. აი მაგალითად, ახლა აი ფსალმუნები დავუშვათ, თუ ვინც კითხულობთ ფსალმუნებს, ხო? პირველად რომ დავიწყეთ, უამრავი უცხო სიტყვა და ტერმინი იყო. მაგრამ ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ასე თუ ისე მაინც იმ დონით, როგორც ჩვენ ვკითხულობთ, გასაგები ხდება. თითქოს აი ბნელ ოთახში რო შედიხარ და ნელ-ნელა თვალი რო შეეჩვევა და მე აღიქვამ უკვე საგნებს, აქაც ესეა. ნელ-ნელა ნათელი ეფინება და აქაც უამრავი განმარტება არსებობს ფსალმუნთან, აი ცოტა უცხო სიტყვებისა, ადგილმდებარეობებისა თუ სხვადასხვა ძველი ქართული ლექსიკონები არსებობს და თუ ადამიანი ამას მოიშველიებს, ნელ-ნელა გაიგებს რა იკითხება და ტაძარში ძირითადად ფსალმუნი იკითხება. მე დავითნე რატო ქვია, ხო, მთავარ ვინც წიგნს კითხულობს, მე დავითნე ქვია, იმიტომ რომ დავითის ფსალმუნებია და ღვთისმსახურებაში დიდ ნაწილს სწორედ ფსალმუნები შეადგენს. და როდესაც აი ამ ძველ ქართულს ჩაწვდება ადამიანი, მერე უკვე მსახურება მისთვის უფრო იოლი გასაგები გახდება. რა იკითხება იმ დღეს სახარება იმასაც იოლად გაიგებს, 60 ქულო თუ ესა თუ ის ლოცვაც ხო ყველა ძველ ქართულად იკითხება. ეხლა თითქოს იყო რაღაცა საუბარი, რომ აი ახალ ქართული რო იყოს, კარგი იქნება. ახალ ქართულად რო ლოცვა წარმოთქვა, შენ თვითონ მიხვდები ადამიანი, რომ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. აი გაგიჭირდება ახალ ქართულად, რომ ესე ილოცო. იმიტომ იმდენად ღარიბია ეს ახალი ქართული და ის ძველი ქართულს უფრო მეტად შესწევს ძალა, რომ ზუსტად და სულიერად გადმოქცეს სათქმელი. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ნელ-ნელა იმ ძველ ქართულსაც არა მარტო იმას, არამედ დამწერლობასაც, აი ნუსხა-ხუცური და ასომთავრული დამწერლობები რაც არის. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ, აი მორწმუნე ადამიანის თვალით თუ შევხედავთ, ურწმუნო ადამიანი იმას არ გაეკარება, მაგრამ მორწმუნე ადამიანი, ასე იგი, ჩვენღა ვართ, ვინც ეგ იცის ნუსხა-ხუცური და ასომთავრული. გესმით და
ეგ არის უნიკალური დამწერლობა. ასომთავრულიც, ნუსხახუცურიც და საერთოდ გნებავთ მხედრულიც სულ რამდენი ამბანია არა და ერთ-ერთი არის ქართული. და იმ ქართულთან შორისაც კიდე 3 ამბანი გვაქვს ჩვენ. 3 სხვადასხვა ამბანია ეს. და ამიტომ აი ქართულმა ეს უნდა იცოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს ჩვენს გარდა, აი შეიძლება ვთქვათ, რომ აი ლათინური დამწერლობა უამრავმა ხალხმა იცის და არაერთმა ქვეყანამ იცის. მაგრამ ეს არის უშუალოდ ჩვენი. ეს ჩვენია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ამას სხვა ვერ ისწავლის და ვერ შემოგინახავს. ეს ჩვენ უნდა შევინახოთ და რა უნდა შევინახოთ? ჩვენმა ცოდნამ უნდა შეინახოს ეს. რომ შემდგომმა თაობებმა კიდევ უფრო მეტად აითვის უნდა ეს. და ეს არის საეკლესიო დამწერლობა, უშუალოდ ნუსხახუცური რაც არის. და საკითხავები ზუსტად ასეა. ხატებზე წერია ასომთავრულად. აი ხატებზე იქ რო წერია დიდი მღვდელმთავარი, ეგ არის ასომთავრული დამწერლობა. სულაც აი შვილს რომ მიიყვან თუ ნათლს რომ მიიყვან ტაძარში, ხო უნდა რო კითხავს ვისი ხატია, ხო უნდა წაიკითხო ადამიანმა და უთხრა ვისი ხატიც არის. უნდა უთხრა. და თუ ამას ჩვენ ვერ ვეტყვით, ჩვენი როგორც მშობლის, მორწმუნე მშობლის და როგორც ნათლის ავტორიტეტი, რბილად რო ვთქვა, ცოტა დაბლა დაიწევს. ის ჩვენგან მოელის, რომ ჩვენ ეს უთხრათ. მოელის, რომ უთხრათ. ის კი არა რაღაც. ამიტომ ეს უნდა იცოდე. იმ ხატის, იმ წმინდანის ისტორია უნდა იცოდე. უნდა მოუყო. ჩვენ რო პატარები ვიყავით, ესე იგი ყავდა ერთი მეგობარი. ჩვენ ახლა იმდანაც ახალი მისულები ვიყავით ტაძარში და ჩემი ძმა და ის გვიხსნიდა. ეხლაც მახსოვს ასურელ მამებზე რო გვიყვებოდა. გვიყავით თელეთის მონასტერში და თავარ ტაძარში იყო ასურელი მამების ხატი და მათ ისტორიებს გვიყვებოდა. ჩვენი ტოლია ის, ჩვენი მეგობარი, მაგრამ ის ცოტა ადრე დადიოდა ტაძარში და აი ამებს რო გვიყვებოდა, ეს რამხელა რაღაცა იყო ჩვენთვის. რა ამხელა ნუგეში იყო იქ ანტონ მარტყოფელზე თუ შიო მღვიმელზე თუ იქ მომხდარ სასწაულებს და რაღაცებს და ეს მე ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანზე. ნათლს მოუყვები თუ შვილს მოუყვები, აი ეს თხრობა ჩაებეჭდება გონებაში, მაგრამ თუ არ ვიცით, აბა რას მოუყვებით. ესეც ჩვენი გასაკეთებელია, ესე რომ ვთქვათ. მე რაც შეეხება ახლა აღსარებას და ზიარებას, როდესაც აი ახალმოსული ადამიანი დაუშვათ თავიდან ვერ აცნობიერებს თავის თავაცხადია იმ ყველაფერს, რასაც აცნობიერებს შეიძლება ის, ვინც ცოტა მეტი ხანი დადის. ამიტომ აი ჩვენ ერთმანეთს არ უნდა გამომარტოთ, აი ეს ცოდვა რა არის, ცოდვა რა არის. ღმერთი თვითონ მიიყვანს ადამიანს იმ ცნობიერებამდე. რატო ამბობ ახლა იცით? წმინდა მამა, ერთ-ერთი წმინდა მამა არ მახსოვს, წმინდა ივანე ოქროპირი თუ ბასილი დიდანი მიზეზსაც ამბობს, რატო არ უნდა განუმარტოთ ჩვენ ერთმანეთს ესა თუ ის ცოდვა. იმიტომ რომ შეიძლება ჯერ იმის გონება, ვისაც ჩვენ განუმარტავ, არ არის მომწიფებული საიმისოთ, რომ ეგ იცოდეს. ამიტომ მაგას რო გაიგებს, ეგ უკვე სასწურია მისთვის, რომ შეიძლება მაგ ცოდვაშიც ჩავარდეს. აი ესეთ დაახლოებით ესეთ რაღაცას ამბობს, მე თუ სწორად მახსოვს. ამიტომ თუ რაღაცას ვერ ხვდება ადამიანი ესა თუ ის ცოდვა რას ნიშნავს, არა ტერმინი რაღაცა. ჯობია არ განუმარტო, რასაც ხვდება ადამიანი, ის თქვას გულწრფელად, ღმერთი იმას მოელის მისგან. გავადრო და ცოტა უფრო მეც მიხვდება, მე კიდე ისიც თქვას რაც გაახსენდება, ხო? და ასე ნელ-ნელა ადამიანის სული განიწმინდება. თუ არა და ჯობია რომ ამა თუ იმ ცოდვის შესახებ უშუალოდ მოძღვარს კითხო. უშუალოდ მოძღვარს კითხო ადამიანმა, ვიდრე ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომ აი ჩვენ ერთმანეთს კიდევ რა, ჩვენ ერთმანეთს არ უნდა უყვებოდეთ ამა თუ იმ ცოდვის შესახებ. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენმა მოყოვლილმაც ის რაღაცასაც სულში ჩააგდოს. ჩვენ შეიძლება ზოგჯერ ვამბობთ, რომ აი ჩვენი გულწრფელობით, მაგრამ ეს უფრო გულწრფელობა კი არ არის, ეს უფრო ალბათ
დავარქვათ. გამოუცდელობის ბრალია, რომ ჩვენ უყვებით ვიღაცას რაღაცას. იმას შეიძლება არ აქვს იმხელა გამოცდილება და საერთოდ მაგ ცოდვაზე არც კი უფიქრია არასოდეს და მე ნელა შეიძლება ისიც ამ ცოდვაში აღმოჩნდეს. ესეთი თავშეკავებაა საჭირო. ზიარებას რაც შეეხება, აი ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ადრეცე იყო ასეთი, რომ დიდ მარხვებში, ანუ მარხვის პერიოდშიო, ყოველ კვირა დღესასწაულებზე ეზიარეთ. თუ ადამიანს არაფერი ხელის შემშლელი არ აქვს და ცდილობს, რომ ყოველდღიურად ქრისტიანული ცხოვრების წესით იცხოვროს და ხელს არაფერი არ უშლის, რომ მივიდეს და ეზიაროს, თუ ესწრება თამით უმეტეს წირვას თუ ესწრება, რატო არ უნდა ეზიაროს? უნდა მოემზადოს. ესეც ქრისტიანული ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია, რომ შაბათი, საღამო, ლოცვა და კვირა წირვა გადადოს აი ღვთისმსახურებისთვის. 6 დღე იქმოდე და მე-7 დღე არის უფლისა ღვთისა შენისა და თუ ადამიანი ეცდება რომ ესე იგი ეს გააკეთოს, ეს დიდ სულიერ ნუგერს მიიღებს. მაგრამ ეხლა ნახეთ როგორი ამბავი აქვს. საერთოდ საერო ცხოვრებით რო ცხოვრობს ადამიანი და არა ეკლესიური ცხოვრებით. ხშირად არის ეხლა უფრო აი მამაკაცებისთვის ვიტყვი რომ აი შაბათი საღამო უფრო არის იმისთვის რომ რაღაცა ის უფრო გააკეთოს რაღაცა ამ დღეს დაამტყიოს, იმიტომ რომ შუაკვირაში მაინც გადატვირთულია ხო რაღაც საერო სამსახურებია ის არის. შაბათი საღამო უფრო ისეთი, მაგრამ შაბათი საღამო ქრისტიანისთვის ეს დიდი საცდურია, იმიტომ რომ ჩვენ წირვისთვის ემზადებით. ყველაზე დიდი რაც არის, ყველაზე დიდი მსახურება იმისთვის ემზადებით. ამიტომ ჯობია რომ ყოველი წირვის წინ ქრისტიანი იყოს თავშეკავებული იყოს. ჯობია არ წავიდეს გარკვეულ რაღაცას უფრაზე, ან თუ წავა რაღაცა ძალიან ზომიერ მით უმეტეს თუ ზიარებისთვის ემზადება, ეხლა იქ სასმელის დალევა და ზედმეტი ჭამა და რაღაცა არ არის მიზანშეწონილი. ჯობია უთხრას რომ ზოგმა შეიძლება ვერ გაიგოს რომ ჩვენ წირვაზე მივდივართ და რაღაცა ეწყინოს. უნდა უთხრას ადამიანმა რაღაცა საქმე აქვს გადაუდებელი და არ კი არ მოატყუებს ამით. სულის ცხონებაზე უფრო მეტად გადაუდებელი საქმე ადამიანს არ აქვს. არაფერი, თუ ის რწმენით ცხოვრობს. ამიტომ ჯობია მოიბოდიშოს და მით უმეტეს თუ ხათრიანია და მივა და იცის რომ ვერ ასწდება იმ დალევას თუ იმ ჭამას თუ იმას, მით უფრო ჯობია რომ თავი შეიკავოს და არ მივიდეს. არ მივიდეს არა უსიყვარულობის გამო, არამედ იმის გამო, რომ უფრო მეტი მსახურება აღასრულოს. კიდევ ბევრი რამე არის, რაც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ აი თავიდან რითიც დავიწყეთ. ეყოფათ მეტი აღარ გინდათ, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ზომა აქვს და ამას ამბობდი. პატარების შესახებ კიდე ესეც შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ როდესაც პატარები მოგყავს ტაძარში, აი ზოგჯერ ხდება, რომ აი პატარებს აძალებენ, რომ გინდა თუ არა მივიდეს და მშობელი არ აძლევს ამის მაგალითს. ეგეც არ არის გამართლებული. მე ხა რამდენი უკვე ფაქტიურად 12 წელი ხდება ხო, რაც ეს ტაძარია და ზოგი ბავშვი აქ უკვე გაიზარდა. და პატარები რომ მოყავდათ და რო აზიარებდნენ, გაიზარდნენ და მე ვეღარ მოყავთ. იმიტომ ვეღარ მოყავთ, რომ ეთყობა თავის დროზე არ იქნა მაგალითი ნაჩვენები. სანამ პატარა იყო, სადაც წაიყვან იქ წამოა ის პატარა, მაგრამ რომ გაიზრდება და ცოტა ჭკუაში ვარდება, მე აღარ მოდის უკვე იქ, სადაც თვითონაც უკვე არ მოსწონს და ამას წინათ ერთი გოგონა მოვიდა, ძალიან სამწუხარო რაღაც მოხდა ესე იგი რა. ერთ შეხედვით შეიძლება არ აჩვენოს სამწუხარო, მაგრამ რო დავაკვირდეთ ეგრე. მოვიდა თვითონ ეკლესიურად ცხოვრობდა და შვილი ეყოლა, მანამდე წყავდა შვილები და შვილი რომ ეყოლა, გავიდა კარგა ხანი ესე იგი და ეს ბავშვი უკვე თუ არა ვწდები 2 წლისაა. და საზიარებლად მოიყვანა და ამ ბავშვს ძალიან ისეთი პროტესტი ჰქონდა, რომ არ უნდოდა რომ ზიარებულიყო და
უბრალოდ აი მე ვფიქრობდი როგორ მოახერხა მორწმუნე ადამიანმა განკითხვისთვის არ ვამბობ, სიბრალულისთვის ვამბობ და იმისთვის რომ თურმე ესეც შეიძლება მოხდეს ადამიანი მორწმუნე იყო ეკლესიურად ცხოვრობდა მაგრამ ისე გავიდა ეს დრო ის ბავშვი 2 წლამდე ისე გაიზარდა რომ ერთხელაც არ იყო ნაზიარები ხო და არა და ჩვენს ხელში არ არის იმ ბავშვს როგორ აღზრდიოს ეგ თუ პატარაობიდან ამ ყველაფერს მიაჩვენ და როგორც ჩვევა ისე ჩამოუყალიბდება ის ხანაერად მზად არის მე ცოტა მოზრდილ ასაკშიც რომ ის აი დაუშვათ სულაც რომ მე რაღაცა პერიოდი მიატოვოს ესეთი ცხოვრება მაინც მასში უკვე ჩათესილია აი ეს სანუგეშო რამაც კვლავ შეიძლება ეკლესიის წიაღში დააბრუნოს მაგრამ აი მორწმუნე ადამიანი რომელიც არ აღზრდის შვილებს და ამაზე არ ცდილობს ნავის ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს და ან როგორ უთმეს ადამიანს გული რომ აი არ თვითონ მივიდეს ტაძარში არა და იცის რომ ეს არის მნიშვნელოვანი არც შვილი მიიყვანოს ამიტომ სანამ პატარები ყავს და მით უმეტეს თუ აი ვარიან დასაოჯახებლები არიან აქედანვე იწყება ჩვენი შვილების აღზრდა აქედანვე იწყება თქვენ როგორც სულიერად მოემზადებით რომ შინაგანად ეს დათნოებები გექნებათ ეს ამას თქვენ შვილებშიც დაინახავთ რომ იქნება ის დათნოებები მაგრამ თუ ჩვენში არ არის მაშინ ვერც იმას ვერ მოსთხოვ და მარტო ესე ჩიჩინით და ყურში ნათქვამით ბავშვი ვერ იგებს არამედ მაგალითი ჭირდება ბავშვს ჭკუა თვალში აქვს რომ დაგინახავს რომ აკეთებ ეხლა რამდენჯერ ყოფილა სიტყვაზე ვიღაც ლაპარაკობს ტელეფონზე და რაღაცა თვილი კეთილი სიტყვებით ელაპარაკები გათიშავს და ამბობს რომ რა დროს დამირეკა ეხლა რა უნდა აი ერთი უბრალო მაგალითი და ბავშვმა რა დაინახა ეხლა ის რაც ელაპარაკეთ ის მოისმინა თუ ის მე რაც გავაკეთეთ ის დაინახა ხო და მე ვეუბნები ჩვილო აი ყველას კარგი უნდა იფიქრო ასე და რა უნდა იფიქროს რაც დაინახა იმას გააკეთებს და ჩვენ თუ სწორად დავანახებთ გააკეთებს ჩვენ რო გონია რომ სახლში ყველაფერს უფლება გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ თავარია გარეთ არ დაგვინახონ რამე არა თქვან თავარმა უკვე შიგნით დაგვინახა თავარი ჩვენი შვილია ესე რო თქვათ მიწაზე მყოფთა შორის რომ თავარი ეს არის ჩვენმა შვილმა დაგვინახა უკვე ისწავლა ის რაღაც ცუდი მაგალითი ეხა გარეთ დაგინახავენ და გარეთ ვერ დაგინახავენ შვილი რო გარეთ იმას გააკეთებს ოჯახის სარკე რო გავა და იგივეს გააკეთებს იგივე შენი დანახვა არ გამოვა საბოლოო ჯამში ხო ეგ გამოვა ხო და მაინც როგორც იტყვიან კაცმა ჭირი მალაო და ჭირმა თავი არ დამალავ ჩვენ ვასწავლეთ ჩვენ შვილს ის გავიდა გარეთ გააკეთა გამოსცა თურმე შიგნით რა ხდება ღმერთი შეგვეციოს აბა მეც აღარ დაგღლით